ძვირფასებო, აბა როგორ ხართ? ჩვენ არა გვიშავს. ეხლა მივიდივართ რაღაცა საქმეებზე. ჯერჯერობით მივიდივართ ბანკში. უკვე როგორც იცით, ირაკლის სამსახურიდან გამოუშვეს და ქონდა რაღაცა კრედიტები ბანკში, საქართველოს ბანკში. და კრედიტის ხელშეკრულებაში იყო მითითებული, რომ უნდა გადაეხადა სადაზღვევო შენატანები ყოველთვიურად და მოკლედ იქ წერია, რომ თუ კარგავს სამსახურს სადაზღვევო ბიხდის მერე 6 თვე შენს ყოველთვიურ შენატანს. მოკლედ შეიტანა განცხადები მერე საქართველოს ბანკში, მაგათმა დაუკავშირდნენ თვითონ სადაზღვევოს და უშინ სადაზღვევოდან ურეკავენ, უთხრეს, რომ არ დაკმაყოფილდა მისია, ესე ვთქვათ, მოთხოვნა. მოკლედ სადაზღვევო არ უხდის კრედიტს და ეხლა მივიდივართ. კრედიტს კი არ იხდის, ანუ სადაზღვევო პირობებს არ ასრულებს, ხო, და არ იხდის ის 6 თვე კრედიტს, როგორც პრინციპში წერია ხელშეკრულებაში, რომ უნდა გადაიხადოს თუ უშვებენ სამსახურიდან. არა მისი ინიციატივით. მოკლედ და მივიდივართ ახლა საქართველოს ბანკში, რომ შევწყვიტოთ როგორ თქვა, ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიასთან. რა უნდა უხადო ფული თუ ისმე სადაზღვევო შემთხვევას არ ამინაზღაურებს. ნამდვილად. იქ პირობებში წერია, მაგრამ არაო და ჩვენც არაო მივალთ და მაშინ უნდა შევწყვიტოთ. ნახოთ აბა რას გვეტყვიან, იმედია შეგვიწყვიტავენ და გადაგვითვლიან, ხო, წესით ესე უნდა იყოს. ნახოთ რა იქნება და როგორ ყოველთვიურ შენატანს. უნდა გადაგითვალონ წესით. მაშ როგორ? ხო, მაგრამ ანუ შენატანი რაც არის, ის მოიჭრება დაზღვევა აღარ მოიჭრება უბრალოდ. ხო და გადაითვლება, წესით უნდა გადაითვალოს ახალი პრაქტიკა. აი დათვლილი არის ისე, რომ მითითებულია რა არის შენატანი ბანკის და გასაგებია, მაგრამ они тебе должны распечатать новый график уже. წესით ესეა და როგორ იქნება ვნახოთ აბა. შევხედოთ მოვლენებს. მოკლედ ვიყავით მეგობრებო. გავაკეთეთ. გაუქმა და ჩვეულებრივად მოიჭრება ყოველთვიურად ოღონდ ის დაზღვევის გარეშე. ასე რატომ უნდა ვიხადოთ თუ კი არ გვიკეთებენ არაფერს? ხო, რატომ უნდა ვაჩუქოთ ყველა ყოველთვე ის თუნდაც ის 12 ლარი. რატო? ერთი წლის განმავლობაში უკვე გაიგეთ. ერთხელ, ანუ რამდენი წელია მე ხა რაც უკვე 6 წელიწადს, ანუ ზოგადად საქართველოს ბანკის მომხმარებელი ვარ, სადღაც 2006 წლიდან და რაც ეს დაზღვევის სერვისი შემოიღეს, ერთი 6 წელი მაინც ვსარგებლობდა. წარმოიდგინე, ანუ ადრეც ვსარგებლობდი რა, ახლა რამდენჯერ კრედიტი მქონდა გაფორმებული, მინიმუმ ერთი 6 წელი. ეხლა ამ მიმდინარე სესხზე იყო ეს 4 გადახდა გაკეთებული, თორემ მანამდე სხვა სესხების ჰქონდა აღებული და სულ ყოველთვის ვთავდი მაგ იმას რა, სესხის აღებისას, მაგ სერვისს და ესე იგი ეხლა რო ჩაუფიქრდები, ანუ ამდენი წლის განმავლობაში რამდენი ტყუილა უხადე მაგათ, როდესაც ერთხელ დამჭირდა ცხოვრებაში დამიდგა ეს სადაზღვევო შემთხვევა და არაო, იცი რა, კი გაგანთავისუფლესო სამსახურიდან თავისი ინიციატივითო, მაგრამ ისე არ გაგანთავისუფლესო, როგორც ჩვენ გვიწერია ხელშეკრულებაში და უთხარი გუშინ იმ ოპერატ მენეჯერს, ვისაც ველაპარაკე, მეთქი მე სიცოცხლის დაზღვევაც მაქვს, მეორე სერგზე მეთქი, სავალდებულოა ყველა ვარიანტის ეს სხვა ფორმები. მეთქი, ღმერთმა დამიფაროს, მეთქი, ჯვარი მწერია, ხვალ რომ მოვკვდე მეთქი რა და სიტყვაზე ჩემი ოჯახის წევრი მოვიდეს მეთქი, რას ეტყვით მეთქი, რომ ისე არ მოკვდა, როგორც ჩვენ გვიწერია ხელშეკრულებაში, ანუ მაინც და მაინც ვიღაცას უნდა მოეკლა ქუჩაში, თორე ბულმა რო და არ ტყას სიტყვაზე იტყვიან, არა ეს ან სიგარეტს ეწეოდა, ან ალკოგოლს მიირთმევდა, პირობითად ვამბობდა, იმიტომ მოკვდა, რომ საკუთარ თავს არ უფრთხილდებოდა, თორე. გაიგე? მე ვუტრირებ რა თქმა უნდა, მაგრამ მეგრე, ანუ მაგათი ლოგიკიდან გამომდინარე, რა სისულელია. ეხლა მათ ისეთი იურისტები ყავთ, რომ არა, მე ვიცი ეხლა გადავხედე ხელშეკრულებას და ანუ აზრი არ აქვს გასაჩივრებას მართლა, იმიტომ რომ პირდაპირ წერიათ ისე რომ ვერ იმას იზამა. ცუდი რა არის, იცი? ეხლა ჩემი ბრალიც არის პრინციპში, როდესაც ამ სერვისს თავის დროს ვთავდი, ანუ არ გადამიხედი ესე დეტალურად მაგ ხელშეკრულებაზე და ცუდი რა არის, იცი? როდესაც აპლიკაციით სესხს აფორმებ,
ანუ ჯერ X ფტიჩკა ეს ეგრეთ წოდებული გალაჩკა უნდა დასვა იმ კრედიტის დაზღვევასთან. ჯერ უნდა დაგიმტკიცდეს სესხი და მერე ავტომატურად უკვე სესხი რო დაგიმტკიცდა და ეს სერვისი რო ჩაირთო. მერე გეგზავნება იმაზე რა ქვია SMS-ით მოგდის ესე იგი ხელშეკრულების ნახვა თუ გინდა იმ საკრედიტო იმის სადაზღვევო ხელშეკრულების ნახვა თუ გინდა პირობების. მერე გეგზავნება უკვე იმის მერე რაც სესხი დაგიმტკიცდა და გააქტიურდა. მერე გეგზავნება ლინკი იმ ესე იგი PDF დოკუმენტის რომ ნახო ეს ხელშეკრულება უკვე როდესაც გააფორმე. და მერე ახლა უკვე რა აზრი აქვს ხო იქ ჩემსავით მილიონს დარწმუნებული ვარ და ეზარება მერე რაღაცა შევიდე უკვე გავაფორმე. ჯერ ერთი დაეზარება და მეორეც ერთი ყველას კი არის მის ესე დეტალურად ეს ყველაფერი. წესით ჯერ ადამიანი უნდა გაეცნოს პირობებს და მერე უნდა მოხდეს იმის ესე იგი დადასტურება რა ანუ თანხმობის მაგრამ ნუ ეს სპეციალურ გასაგებია რატომაც არის მასე გაკეთებული. так, სად გავაჩერდო. მოვედით სკოლასთან, ეხლა ბავშვები უნდა გამოვიყვანო. ეხლა შეიძლება დაყენდება თო. მოიზომა აგერ ვიღაცამ. ჯერთი რა უფლებით მაგრამ. იქნება იქიდან, რა როგორც კი. Yes. და ასუმავთ კნერებს და სუმეძინება. დღეს ორივე ერთად ამთავრებს. ძალიან იშვიათად ხდება ეგეთი რამ. გაუცდა რაღაცა გაკვეთილი და ორივე ერთად ამთავრებენ. ეხლა გამოვიყვანე ორივეს. მოდი, ჩემი სიხარულებო, წავედით? ჩემი წიწილები, ორი ცალი წიწილი. ქართულში მე წავიკითხე ნომერი, წიგნში რო ეწერა რაღაცა და უპასუხა შეკითხვას. და? მე და როგორი გაწიწილი ხარ? და რა? არაფერი მე დავალება დავწერე დაფაზე მე. მასწავლებელს ჩემი წერა ძალიან მოეწონა. შენი წერა? ხო. როგორ მოხდა? არა და ჩვეულებრივად დავწერე. და? ვიცი ხოლმე. და? და კიდე რა იყო და ისად მივდივარ ინგლისურმა. და სად მივდივარ თორე? წამოდი. ჩვილური საკეთე. კიდე ინგლისურში ზეპირი მოვყევი. მე დაფაზე დავწერე კიდე. და მე კიდე ზარი რო დაირეკა მასწავლებელმა მე მითხრა ყოჩავი. შენ ყოჩავი. მე კიდე ვიღაცა სხრა ცალკე ყოჩა. აკი არ ვიციო. იდი, ამათ არის კი ტელეფონზე ლაპარაკობს და ცოტა ჩუმად. ოდა ანუ აზრი არა, გამარჯობოთ ბავშვებო. ოდა აზრი არა. კარგად. ბოდიში. აბა. წავედი. რა მომიტანეთ? ათიანები მომიტანეთ? რათიანები. აბა რა მომიტანე? ინგლისურში სტიკერი მოვიტანე. ეგეც კარგია. შენ ქაბოტონი აი აქ უყურე. მე მგონი არაფერი. მე მგონი არაფერი. არ ვიცი. მე ძალიან ვიყარ უნახია. ძალიან კარგი გოგო ხარდე. არაფერი არ უნახია. არადე. ის კლასში 4 შაბათ წერა რო ქონდა რვიანი მივიღე. არა უშავს, რვიანის ნორმალურია, კაი, ხო. არა უშავს, თე. პირველად ქონდა მე მგონი ეგეთი წერა საერთოდ ამ წელს. ამ წელს კი, მაგრამ წინა წელს. წინა წელს კაი, რვიანიც არ არის ძალიან. არა, პირველ სემესტრში სადღაც 3-ჯერ ქონდა. ხო. პირველ და სემესტრში. იქრები მიიღე, იქ რო არ მითხარი ნიშნები. იქ მასწავლებელს არ უთქვია. აქაც არ დაუწერია, უბრალოდ სიტყვიერად. კაი, რვიანსაც არა უშავს. ათიანები იყო?
სიმართლე მითხარი. არა, მართლა. არა, მართლა. ცხრიანები? ცხრიანები მგონი კი. რამდენი ბევრი? არ ვიცი. კაი, ხარ. ზუსტად ისიც არ ვიცი თუ იყო თუ არა. კაი. ვარტყავთ კრუ? ხო, კრუგს ვარტყავთ უბრალოდ. პირდაპირ უნდა გავიდე. ხო. კიდე პირდაპირ და მე შევხვია. სად? რისთვის და რაღაცისთვის. არ გეტყვით. აი აქ. ხო. აქ თუ შემდეგში. თუ შემდეგში. აქ. აა. ხო. ვაიმე. აბა სადა? აი წითელი შენობა. ეს მგონია მე. ნახე დიდი აპლის არის. გაგრულია დიდი. აი ეს გოგოებიც მე მგონი მუშაობენ. და მაქსიმუმ. ადი. მოდი აბა ერთად მივიდეთ. ბავშვები? წადი შენ ბავშვს ხოლმე და. დაგველოდო მანქანაში ჯობდო მე რა მოხდა. აი ბავშვები დროზე. წადი დაგველოდეთ ხო? Дин-дин, кто там? ვა, დელივერიზე მანქანით არა. ამბობებში და იმაზე წარმოიდგინე რომ Вы что, все пришли, что ли? Кроме Камилы. Нела. Камила, დავტოვეთ სეკვებს. არა, თვითონ მოვა. მართლა? არა, თვითონ ვერ მოვა. რატომ მოვა? ვერ მოვა თვითონ, რა სამოვიდო. მილე კამილა ხო, მილენა ხო არა. მილენა კი მოვიდოდა და. ой, რაო მილე. რაღაცა გააფუჭა. რა მოვიდა? მე არაფერი არ. მოაგლიზა ფექს. არა, უკვე ძალიან ის არის. ძველებია იგენი უკვე და ცოტა-ცოტანელი. ერთი თვეც რაღაცნაირად და მე გადავაგდეთ უკვე. 3 წელი ხარი, კაი. ხო, 3 წლის მე არის. რა მოხდა? 3 წელი დიდი ამბო. იტოქში ვიყავით მაქსიმშიც გვინდოდა იტოქში არა. იტოქში. ჯამში. გვინდოდა ვითომ ჯერ დროებით იქნება და მაქსიმში დაეწყო მუშაობა. მაგრამ მარჯვენა საჭიანი მანქანები არაო, ესე მითხრეს. და ეს რა ქვია. მოკლედ ვინც დააპირებთ საკრედიტო შენატანის დაზღვევას, ყველას გირჩევთ კარგად გადახედეთ ხელშეკრულებას და გადაწყვიტეთ გიღირთ თუ არა. მე მაგალითად ესე გამომივიდა რომ ტყილა ვიხადე ამ რამდენი წელია ხო ანუ მანამდეც ხომ მქონდა კრედიტები და ყოველთვის მქონდა ეს სერვისი ჩართული რა ანუ როდესაც ეს ვაფორმებდი აპლიკაციიდან მაგ სერვისს ყოველთვის ვუთითებდი და დაახლოებით 5-6 წელი მაინც ვიხდიდი ტყილა ამას. ამ მიმდინარე სესხზე ეხლა რაც მაქვს 4 გადახდა მაქვს, მაგრამ მანამდე სხვა სესხები მქონდა და მაგ სესხებზე მქონდა ეგ სერვისი ჩართული და გამოვიდა რომ დაახლოებით მინიმუმ 1-5 წელი ტყილა ვუხადე მაგათ მე ასე ვთქვათ ეს გადასახადი, რომელიც რეალურად ხო ყოველთვიური შენატანი, როდესაც დამიდგა სადაზღვევო შემთხვევა მითხრეს უკაცრავადო რა, ასე რომ გადაწყვიტეთ კარგად სანამ კარგად აწონდათ. ხო, სანამ იმ პტიჩკას დასვამთ იქ აპლიკაციაში. იტოქში. ხო, აი პტიჩკა როგორ არ ვიცი თქო. აი, სად დაგიჭირე? როგორ იქნება? ჩიტულა. ჩიტუნია. არა, ნუ აი მაგალითად იკონკა კომპიუტერში ხო არის იკონკები. ქართულად არის ხატულა. ვაიმე. ხო და ეს ჩიტი ალბათ ჩიტულა. ხატულა. ხო, ხატულა არის. არ მართლა ესეა. ხო, ანუ აი ეს IT-ის თემები რაღაცები ძალიან ცუდად არის სხვა შორის თარგმნილი. გაშლი ვიყიდე, კარგები ლამაზები, მე მგონი კარგი უნდა იყოს.
მედია. და ყველი ვიყიდე. ცოტა კილოზე, ცოტა მეტი, კილო 200-300 შეიძლება. რატო უნდა ღირდეს მეგობრებო, ყველი 26 ლარი. აი ეს ნაჭერი გამოვიდა 26 ლარი. რატო უნდა ღირდეს რა ამბავია და რა უბედურებაა. საქართველოში ყველი რატო უნდა ღირდეს ესეც იდეა. ვინ მოისულა? ამჯერად მამი გამოგიყვანა ხო? ბევრი ხანი მოიყვანა და იდგა იქ იმაში და არ გამოდიოდა, იყურებოდა და მე ვერ დავინახა. ვერ ხედავდი მამიკოს. Delega pasmatrela, da znakoma lico, tu robot kwi? Znakoma lico widzę. Mami koris znakoma lico. Цени мой цеклавый А если было бы лицо похожим просто? Было бы не знакомое лицо. No, голи мой цеклавый гогом. А ведь мне там мовалет отсучи мовундер. Зани савам ხარ, იმას ლარიანებში შევავდა. ლარიანებში? გასარიცხად. მეთქი ცუდად დააყენე. მაშინ ხვალ წიმა რა. ირაკლი მართლა, ირაკლი. Абаракини როგორი ყავი? Всё хорошо? Да. Ну ладно. Если всё хорошо. Моди гатяма ხო? ოქსიდაცია მოჯიფასო, მაკოჩე. ცემოჯიფასო გოგო. ცემომზიო გოგო. მეორე მზეო რას აკეთებს, აბა წამოშევხედოთ. ბისერებს აწყობს მე მგონი. მეორე მზეო ბისერებს აწყობს. ჩემი მზეო გოგო სადალი? ერთი მზეო კიდე აგელალი, რას აკეთებს? ბისერებს აწყობს. აი შენ თმინა შევერთო მე. ცოტა დიდები მიდი. და ეს მიდი შევერთე, მიდი. კულები. დედიკო გამოიცვალე უცებ და გაჭამო ხო? კულები. ორი ცალეგეთი კული. თალამაზია. თალამაზია. მიდი კამეჩო გამოიცვალე. დედა თითქნა ვერ უკრავ ხო იცი ვერ უკრავ. გავადიდე ცოტა. თითი გაადიდე. ეგრეთი ბუთულა მოხსენი. ვეცდები, მაგრამ უკან იშლება და აღარ ვიცი როგორ იქნა. ვეცდები აბა დედიკო. ხო? ინტერნეტში ვნახავ რამე ვიდეოს. მიდი გამოიცვალე დედიკო და გაჭამო. არა დედიკო, გუში რო გავუკეთე უკან დაიშალა. ხო შეუკარი და იშლება ის შეკრულიც უკან რა ვიცი. ხო და ძალიან უნდა გაწელო. ნუ და მიდი გავუკეთე მაშინ არ ვიცი როგორ უნდა. თუ შეგიძლია. აი ესა ციცქნას ვერანაირად ვერ შეკრა. გრძელი ძაფი უნდა იყოს და უნდა გაწელო, რომ ფორმა მიიღოს. ხო. კაი არა უშავს მივხედავთ მე. ნუ, აკაბაზდი. მიდი გამოიცვალე.